1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. გორში ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ტრადიციულად მემორიალთან შეიკრიბნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 9 აპრილის სახელობის სკვერში ტრადიციულად გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ 36 წელია გასული ამ ძალიან დიდი ტრაგედიიდან, ეს არ ცulis იმ ტკივილს და არანელებს არც ერთ შემთხვევაში არც ერთი ქართველისთვის, რაც მოხდა და როგორც მოხდა. 21 ქართველი გმირი შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს სუვერენიტეტს და პირველ რიგში მათ ოჯახებს მიუსამძიმრებ და თქვენ კიდე ყველა ქართველს გეტყვით, რომ ეს მოსალოცია, რომ ესეთი ადამიანები ჩვენ ყავს და მათ მაგალითებზე ვიზდებით ჩვენს და ჩვენი შვილებიც. მე მინდა რომ ეს დღე ყოველთვის არსებობდეს და იქნება, ეს დარწმუნებული ვარ, ყოველთვის იქნება, რამდენი წელი უნდა გავიდეს და საუკუნეებიც რო გავიდეს, 9 იქნება ჩვენი როგორც ტრაგედიის, ისე გამარჯვების დღე. 36 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან, სადაც ჩვენი გმირები, ჩვენი მოქალაქეები შეეწინნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს. დღეს პატივი მიაგოთ მათ ხსოვნას, როგორც ყოველთვის. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვემახსოვრება ის ღვაწლი და გმირობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებმაც თავი შეწირეს. ქეთს ვიხრი მათ წინაშე, მათი ოჯახის წინაშე და რა თქმა უნდა, გვემახსოვრება უდან ცხოვრების ბოლომდე. დღეს 9 აპრილია, მოკლედ რთული დღე, მაგრამ ამავე დროს საამაყო დღე და მადლიერების დღე არის. დღევანდელ დღეს კარგი სიტყვები არის ესეთი ილია მართლისა, რომელიც იძახის, რომ არა საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს სამშობლოში, არამედ სამშობლო უნდა გიყვარდეს საკუთარ თავში. აი ეს 9 აპრილს იქ მდგომი ადამიანების უმეტესობა და ყველანი თითქმის ამით იყვნენ გამსჭვალულები, რომ მათ საკუთარი პირადი ამბიციები კი არ ამოძრავებდათ, არამედ ამოძრავებდათ ყველაზე მთავარი ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქვეყნის მოკლედ თავისუფლება და ღმერთმა ამრავლოს ასეთი ადამიანები. ჩვენ პირდებით მას, რომ მათი მონაპოვარი შენახული იქნება და ღვთისწყალობით კიდე გამრავლებული იქნება და უფრო უკეთეს ქვეყანაში და სამშობლოში ვიცხოვრებ ჩვენ. მრავლას და ეს წარი დღევანდელ დღეს და ხსოვნა არ მოშლილიყოს იმ ადამიანების მოკლედ იმ ღვაწლისა, რომელიც გაწიეს ერის წინაშე. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა თბილისის ცენტრში პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი გაურკვეველი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. სისხლიანი ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს იმჟამინდელმა უზენაისმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.